სავაჭრო ცენტრების განვითარებაზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანია საქართველოს რამდენიმე ქალაქით ინტერესდება. კომპანია თურქმოლის წარმომადგენლები ბათუმის შემდეგ თბილისს ესტუმრნენ და შეხვედრები ქართულ პარტნიორებთან და თბილისის მერთან გამართეს. რა ერთობლივი პროექტების განხორციელება იგეგმება, ნახეთ დეტალები ჩვენ სიუჟეტში. თუ თქვენ მაღაზიების, დახვეწილი ბუტიკების, გასართობი ადგილებისა თუ საკვები ობიექტების აქტიური მომხმარებელი ხართ, მაშინ ეს ახალი ამბავი განსაკუთრებით დაგაინტერესებთ. დღეს კომპანია თურქმოლის წარმომადგენლებმა დელისის მეტროსთან მშენებარე ახალი სავაჭრო ობიექტი მოინახულეს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მომუშავე კომპანია, რომელიც სავაჭრო ცენტრების განვითარებაზე მუშაობს, საქართველოს რამდენიმე ქალაქით ინტერესდება. უკვე 2 წელია საქართველოში ჩამოსვლას და იმ ტერიტორიების დათვალიერებას გეგმავთ, სადაც სამომავლოდ ინვესტიციებს განვახორციელებთ. მზად ვართ, რომ თქვენს ქვეყანაში სავაჭრო ცენტრების განვითარებისთვის ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. კომპანია თურქმოლმა სავაჭრო ცენტრების კონცეფციის შემუშავებაში ახალი სიტყვა თქვა. თავიანთ სავაჭრო ქსელებში მათ დაამკვიდრეს ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა Marks and Spencer, Bauhaus, Tesco და სხვა. დღეს კი შეხვედრები ქართულ პარტნიორებთან, NIBA Invest-ის წარმომადგენლებთან გამართეს. სამომავლო გეგმები თურქმოლის წარმომადგენლებმა თბილისის მერსაც გააცნეს. გიგი უგულავას განცხადებით, თბილისში სხვადასხვა უბნების რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ საქართველოში ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობები იქმნება, რაც თავის მხრივ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენ შევეცადეთ მოგვეწვია ერთ-ერთი გამოჩენილი და ძლიერი ორგანიზაცია და ამ დარგის კარგი სპეციალისტი, რომელიც დღეს მსოფლიოში მართავს ამ წუთას 4 მილიონი კვადრატული მეტრი სავაჭრო ცენტრები და მშენებლობის ქვეშ აქვს კიდევ 10 მილიონი კვადრატული მეტრი. თბილისის ვიზიტამდე კომპანიის წარმომადგენლები ბათუმსა და ქუთაისშიც იმყოფებოდნენ, სადაც ანალოგიური შეხვედრები გამართეს და ის ტერიტორიები მოინახულეს, სადაც მომავალში ინვესტიციებს განახორციელებენ.